2008 წელია. ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთური სახელმწიფოს ქვეყნის ოკუპანტები, სალდათები კიდევ ერთხელ შემოიჭრდნენ ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ სცადეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, კიდევ ერთხელ სცადეს ჩვენი ქვეყნის არა თუ ოკუპაცია, არამედ ანექსიაც კი. რატომ ვამბობ კიდევ ერთხელ მეთქი, იმიტომ რომ დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, ანუ 1991 წლიდან არ ყოფილა, ასე უნდა ვთქვა, წელიც კი, ან თუ გნებავთ თვეც კი, კვირაც კი, დღეც კი, საათიც კი, წუთიც კი, როცა ისინი ჩვენ არ გვებრძოდნენ, ანუ არ გვებრძოდა რუსეთის იმპერია, პოსტკომუნისტური, პოსტსაბჭოთა იმპერია. არა, 70 წლის განმავლობაში გვებრძოდა და 1801 წლიდან 1793 წლიდანაც მეთქი ასე ვიტყვი. ხო და 2008 წელია აგვისტოს დასაწყისი რუსები კიდევ ერთხელ შემოვიდნენ და მათ მხოლოდ ცხინვალის რეგიონის ან აფხაზეთის დაპყრობა კი არ უნდოდათ, ეს უნდა ვიცოდეთ. არამედ მათ უნდოდათ მთლიანად ქართული სახელმწიფოს გაუქმება, მათ შორის დედაქალაქ თბილისის აღებაც და ბევრმა არ იცის ან შესაძლოა იცის, რომ მათ უნდოდათ ისინი მოდიოდნენ თბილისზე და გარემოებათა გამო საერთაშორისო ასპარეზზე სოფლიოში ჩვენი მხარდაჭერის, გაძლიერების და ჩვენი პარტნიორების მკვეთრი პოზიციების გამო მათ უბრალოდ გადაიფიქრეს, ან ვეღარ გაბედეს მთლად ზუსტი ბოლომდე, ზუსტად რომ თქვა, შემოსვლა თბილისში. მაგრამ ამას ხო მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია და რა მნიშვნელობა აქვს იმ კუთხითაც, რომ როცა ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველოს დამარცხდა, მე პერსონალურად ამ მოსაზრებას არ ვემხრობი. მე მგონია, რომ დამარცხება იქნებოდა თუ თბილისის თავზე რუსული დროშა აფრიალდებოდა და თბილისის თავზე ჯერაც საბედნიეროდ ფრიალებს ჩვენი სახელმწიფო დროშა. თბილისის როგორც დედაქალაქი, სწორედ არამს არ ვუყურებ ასე იოლად რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს და გაუბედურებულ ხალხს. ცხადია, მათზეც უხვარ და ცხადია ის ტერიტორიების ჩვენთვის, რომლებიც დავკარგეთ 2008 წლის შემდგომ, ის ტერიტორიებიც ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ აკი გითხარით, რომ რუსებს უნდოდათ ჩვენი დედაქალაქის აღება და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს განადგურება, მოსპობა. რატომ უნდოდათო ვინმე იკითხავს და პრინციპში ყველამ ვიცით პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა მე მაინც ვიტყვი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ საქართველოს ვითარდებოდა. დიახ, უამრავი პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, უამრავი შეცდომაც დაუშვა წინა ხელისუფლებამ. შესაძლოა კი არა, ნამდვილად ვიტყვი, რომ წინა ხელისუფლებას რო ემსახურებოდნენ განსაკუთრებით პენტენციურ სისტემაში ვიღაცები, ხო, რომლებიც სხვათა შორის ამ ბანდა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მათი დიდი ნაწილი, ისინი დანაშაულებსაც სჩადიოდნენ. პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზეც არ ვიტყვი ახლა მე ტკბილ სიტყვებს, მაგრამ საქართველოს შეერაღებული ძალებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის, შეცდომიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის თუნდაც ძალისხმევით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა და გადარჩა კიდევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. რუსებმა, რასაც ვერ მიაღწიეს საქართველოში 2008 წელს, იმის მიღწევა სცადეს 2014 წელს უკრაინაში და როცა ამბობენ, რომ ყირიმი არის ერთგვარი გაგრძელება საქართველოში მომხდარი დატრიალებული ტრაგედიისა, მართალი ბრძანება დასავლეთს ეძინა პირდაპირ მნიშვნელობით. დასავლეთი ყველაფერს უყლაპავდა პირდაპირ მნიშვნელობით. მაგრამ ამის თქმაც არ არის ბოლომდე სწორი, დასავლეთი უყლაპავდა ყველაფერს ან ბევრ რამეს, მაგრამ რომ არა დასავლეთი, რომ ვიცოდეთ მაინც, დღევანდელი უკრაინაც აღარ იარსებებდა, საერთოდ გაქრებოდა და დღევანდელი საქართველოც აღარ იარსებებდა, საერთოდ გაქრებოდა. სხვათა შორის კი ჩვენ უკმაყოფილონი ვართ იმის გამო, რომ 2008 წლის აპრილში, 4 აპრილს
ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ბოლომდე საჩვენო იყო როგორ არა, მაგრამ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას შეეძლოთ, კერძოდ შეეძლოთ მოენიჭებინათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და უკრაინისათვის, რაც მაღალი ალბათობით, ან უფრო მაღალი ალბათობით შეაჩერებდა რუსეთს და არ გადაადგმევინებდა ნაბიჯს 2008 წლისავე აგვისტოში, ანუ აღარ გააგრძელებდა ის აგრესიას, თუმცა მეორე მხრივ ვინიცის შეიძლება გაეგრძელებინა კიდეც. მოკლედ ამბავი ესეთია, რომ დასავლეთი ჩვენი პარტნიორია, რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ის და მეც ვაკრიტიკებ, რასაკვირველია, განსაკუთრებით ასე მაგალითად ობამას დროინდელ, ან ასე მაგალითად მერკელის დროინდელ, ან ასე მაგალითად კლინტონის დროინდელ, ან ასე მაგალითად თუნდაც არ ვიცი ბაიდენის დროინდელ თქვათ შეერთებულ შტატებს, ან ბაიდენის დროინდელ მსოფლიოს, ან ევროპის კონტინენტს, რომელიც ბოლო დრომდე იცით თქვენ გამოფხიზლებული სულაც არ იყო უკრაინასთან კონფლიქტში. დიახ, საკრიტიკოა დასავლეთი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ დასავლეთს, კარგად უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ დასავლეთის გარეშე ჩვენი სუვერენიტეტი როგორც ასეთი არ შედგებოდა ოდნავ უკან გადავინაცვლებ. გადავინაცვლებ 90-იანი წლების მიწურულს შევეხები. ასე მაგალითად უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომელიც გაჩარხა მასაკვირველია ერთის მხრივ ალიევმა, მეორეს მხრივ სულეიმან დემირელიმ, მესამეს მხრივ შევარდნაძემ, ბევრმა, მაგრამ პირველ ყოვლისა დასავლეთმა გააკეთა ის, რასაც საქართველოსთვის მისია ფუნქციის დაკისრება ჰქვია, როცა საქართველოზე გამოიარა უმნიშვნელოვანესმა ნავთობსადენმა ბაქო, თბილისი, ჯეიხანმა, ახლა კი მეცინება რა თანხას ტოვებდა მაშინ ბაქო, თბილისი, ჯეიხანის ნავთობსადენი საქართველოსთვის იმჟამინდელი გაუბედურებული საქართველოსთვის და არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ არა უმეტეს 60 მილიონი დოლარისა, მაგრამ ეს 60 მილიონი დოლარი ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამას მოხვა სხვა პროექტებიც, მაგალითად ერზერუმის გასადენი. ამას მოხვა საქართველოს როგორც ქვეყნის სტრატეგიული მისია, ფუნქციის გამოკვეთას, ადგილის დამკვიდრება როგორც ვიწროდ რეგიონში, ისე ფართოდ რეგიონში, ისე სამყაროში. საქართველო იქცა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ჰაბად ან სატრანზიტო დერეფნად, შუა დერეფანს რო უწოდებთ ხოლმე და არა მხოლოდ ჩვენ, დამაკავშირებელ ხაზად თუ სივრცეთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. წლების და ათწლეულების განმავლობაში იკვეთებოდა ეს როლი ჩვენი ქვეყნისა და ეს ძალიან კარგია და ამაში უპირველესი დამსახურება ცხადია ევროპას, რასაკვირველია, მაგრამ უპირველესი დამსახურება აქვს შეერთებულ შტატებს. ის იყო ლიდერი ჩვენი დასავლეთიზაციისა, ჩვენი ვესტერნიზაციისა, ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებისა. ასევე და ამაზეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. რუსები სულ მუდმივად ცდილობდნენ, რომ დაეკნინებინათ დასავლეთის როლი ჩვენ სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი საზოგადოების თვალში. ეთქვათ, რომ რას აკეთებს ეს დასავლეთი იმისთანაც განა, რასაც ჩვენ ვერ გაგიკეთებდით. ცხადია, პირველ ყოვლისა დასავლეთი აკეთებდა იმას, რომ გვიცავდა. აი მაგალითად, ახლა გამახსენდა და სულაც არ ვაპირებდი ამის თქმას 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა, დასავლეთმა მთლიანად და კონკრეტულად შეერთებულმა შტატებმა ჩვენთან დაიწყო ჩვენი ჯარის, კარგი, გადაცუდი, მაგრამ მეორე მხრივ კიტოვან გამოვლილი ბანდიტებ გამოვლილი, ხო, იმიტომ რომ ჩვენ შეერაღებულ ძალებში ბანდიტებიც იყვნენ, თლად გულახდილები თუ ვიქნებით ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე. ბანდიტებ გამოვლილი და რუსებ გამოვლილი შეერაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. რატომ გააკეთა შეერთებულმა შტატებმა და კონკრეტულად და ზოგადად დასავლეთმა ეს? იმიტომ რომ რუსებს აქ ანტიტერორისტული ცენტრის დაარსება უნდოდათ. და ჩვენი შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების მცირე ნაწილი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ამ გეგმას. გვარებიც ვიცი ცხადია შემიძლია დავასახელო, ჩამოვასახელო კიდეც, თუმცა იმავე შევარდნაძის ხელისუფლების
რუსული ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რომ ანტიტერორისტული ცენტრი შეექმნა და რაღაცა უნდა მოეფიქრებინა დასავლეთს კოლექტივად და კონკრეტულად შეერთებულ შტატებს და თქვენს რომ აი სულაც არ არის საჭირო ეს ანტიტერორისტული ცენტრი ერთობლივი რუსეთის გეგმით რეალურად კი საოკუპაციო ახალი ბაზა გარდაუვალ და აუცილებელია თქვენი ჯარის შეერაღებული ძალების გადაიარაღება წვნისა და აღჭურვის პროგრამა დასავლურ ყაიდაზე მისი დასავლურ თარგზე მისი მოჭრა და ამით თქვენ იქნებით საკმაოდ თვითკმარი სახელმწიფო და ასეც მოხდა უკვე შემდგომ პერიოდში საქართველოს შეერაღებულმა ძალებმა იცით თქვენ რომ საერთაშორისო მისიებში მიიღეს მონაწილეობა და ძალიანაც გამოირჩნენ და თუ ახლა ვინმე ამბობს რომ შეერაღებული ძალები არ უნდა ყოფილიყო ასე მაგალითად ავღანეთშიო ხო ამასაც ამბობენ რეალურად ეს ქართველი რუსები ისინი რასაკვირველია ცდებიან და გატყუებენ ისინი ჩვენი შეერაღებული ძალებით 16 17 18000 სამხედრო სამსახური რომელიც ასე მაგალითად აისაფის მისიაში მონაწილეობდა ავღანეთში ისინი იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და ამ გლობალური უსაფრთხოების დაცვით ისინი იცავდნენ საქართველოსაც აძლიერებდნენ რა საქართველოს გეოსტრატეგიულ მისიას და ფუნქციას და გამოჰკვეთდნენ რა საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების პროცესსა თუ ამბავში რატო ვამბობ ამ ყველაფერს, რატო გიამბობთ ამ ყველაფერს? იმიტომ გიამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ხომ უგვანი მოხვება, უგვანი ანაცვლებს, სუდზე უარესები ხომ ბევრნი არიან და დღეს სიმართლე გითხრათ მე შემომხვდა ერთი დეპუტატის, რამდენადაც ვიცი, თუმცა შესაძლოა ვცდები ვერ გეტყვით თუ არ ვცდები ქალაქ რუსთავის ან შესაძლოა აქაც ვცდები ხელმძღვანელი იყო ეს ქალბატონი შეხედავ ახალგაზრდა სიმპათიური ქალია ბიოგრაფიაში არ ჩამიხედავს მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ დასავლეთშიც კონდეს განათლება მიღებული შესაძლოა არც ვერ გეტყვით და ამ ქალბატონს ქვია მაია ბითაძე მე ახლა ჩავთავ ვიდეოს რომელსაც გაჩვენებთ რომელსაც მე გთხოვთ რომ მოусმინოთ ქალბატონ ბითაძეს და ყურადღებით დააკვირდეთ მის მიერ გაკეთებულ ყველა აქცენტს. ჯერ ჟურნალისტსაც დააკვირდეთ როგორი ფორმულირებით სვამს ის კითხვას, მაგრამ ჟურნალისტზე დავაანებოთ თავი ახლა საუბარს მის კრიტიკას და იმასაც არაფერი თქვათ რატომ არ ჩაეკითხა, რატომ არ კითხა დამატებით სხვა კითხვით რატომ არ მიმართა ჟურნალისტმა რესპონდენტს მაღალი ალბათობით ეს მაინც რაღაც ერთი მონაკვეთია და უფრო რესპონდენტის პასუხზე გავამახვილებ ყურადღებას მაკაცინცაც და ამის შემდეგ უკვე ლევან დავითაშოვმა გამართა ოფიციალური შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. გასაგები არის ეკონომიკური ნაწილი, რაზეც არაერთი კომენტარი გაკეთდა და ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ დრომდე რა თქმა უნდა, თუმცა დღეს როგორ ფიქრობთ და უფრო მეტი რომ გითხრათ, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული გზამკვლევი საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატების ურთიერთობის გადატვირთვის. მაკა არ არსებობს არანაირი გზამკვლევი მაია ბითაძემ რაც არ უნდა თქვას არ არსებობს შენც იცი მეც ვიცი და მაია ბითაძემაც იცის და კითხვა უნდა იყოს ჩემი აზრით ფორმულირებული ასე რატომ არ არსებობს კონკრეტული გზამკვლევი თუ არსებობს რამე გზამკვლევი კი არა რატომ არ არსებობს იმიტომ რომ აპრიორი ყველამ ვიცით რომ საჯარო სივრცეში და არ არსებობს, არ გამოქვეყნებულა და ისიც ვიცით, რომ არც კულუარულად არ არსებობს არანაირი გზამკვლევი საქართველოსა და შეერთებულ შტატებში შორის ურთიერთობების გადატვირთვის, მაგრამ როგორც დაგკვირდით, მაკაზე არ მინდა ახლა საუბარი ქალბატონ ბითაძეს მოусმინოთ. როდესაც ჩვენ საქართველოს ამერიკის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე ჩვენ ძალიან კარგ უნდა გავიხსენოთ რა მოუტანა საქართველოს ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ რეალურად ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა რეალობაში არაფერი არ მოუტანია მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ითხოვდა რომ რო არ გადავაჭარბო 15 ბილწის სიტყვა მომადგა ენაზე.
არც ერთ ცხადია საკუთარ თავს და მაყურებელს არ ვაკადრებ და არც ქალბატონს ვაკადრებ, ქალბატონ ბითაძეს. მე ავხსნი ერთ ეპიზოდს გაგახსენებთ. ისიც თქვენ რომ დავიწყე ვიდეო ბლოგი 2008 წლის ამბით. 2008 წელია აგვისტოს დასაწყისში რუსები შემოიჭრნენ დამატებითი ოკუპაცია მოახდინეს ჩვენი ტერიტორიებისა, უნდათ თბილისზე წამოსვლა, შეერთებული შტატები კი რას შვება ამ დროს. აი რა მოიტანა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულმა ურთიერთობებმა, სტრატეგიულმა თანამშრომლობამ ქალბატონი ბითაძე რუსი ქართულგვარიანი რუსი ამას სამწუხაროდ არ იხსენებს. მეექვსე ფლოტმა ხმელთა შუა ზღვიდან ბოსფორის სრუტის გავლით გამოაღწია როგორღაც. გამოაღწია მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა, მაშინდელი და ახლაც ის ხელმძღვანელობაა თურქეთში, არსებით წინააღმდეგობას უწევდა შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტს და საერთოდ შეერთებული შტატების ხელისუფლებას და არ უნდოდა რომ გამოეტარებინა მეექვსე ფლოტი. თურქეთის ხელისუფლებას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური საბაბი შავ ზღვაში სამხედრო გემების ყოფნა 21 დღეზე მეტი ვადით არ შეიძლება. შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ერდოღანის ხელისუფლებას და ერდოღანმა მისცა ნება მეექვსე ფლოტს რომ ის შემოსულიყო შავ ზღვაში. შავ ზღვაში რომ შემოვიდნენ ამ რუს ქალბატონსაც არ მიმართავ პრინციპში უბრალოდ თქვენ მოგმართავ, უფრო თქვენ მოგმართავთ მაყურებლებო, რომლებმაც დაიჯერეთ ქალბატონი ბითაძისა და ზოგადად ამ რუსული ხელისუფლებისა, ქართულ გვარიანი რუსების ხელისუფლებისა. შავ ზღვაში რომ შემოვიდა, მან საკუთარი, მოდი გავამარტივებ ხო, ასე ვიტყვი. მან საკუთარი იარაღი მიუშვირა ან მიმართა რუსეთისკენ. მათ შორის ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისაკენ. და ითქვა ნათლად, რომ ამ სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაციის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მეთქი ეს წამომცდა, ხო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისედაც შელახული იყო დანარჩენი საქართველოს, აი რუსებს ჯერაც დაპყრობილი რომ არ ჰქონდათ და რომ უნდოდათ იმ ტერიტორიების დაცვა. რუსებმა მერე გაავრცელეს ამ მეექვსე ფლოტზე ამგვარი ჭორი, რომ ამ მეექვსე ფლოტმა საქართველოში შემოიტანაო პამპერსი და წყალიო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ბითაძეც ამ ტვინ გამორეცხილობაშია ბოდიში მის ნათესავებთან ან ახლობლებთან, რომლებმაც შეიძლება იწყინეს ჩემი ეს სიტყვა ქალბატონ ბითაძეზე. მას მე ცხადია როგორც რუს, ქართულგვარიან რუს ბოდის არ ვუხდი. რუსებმა გაავრცელეს და დღემდე აქა-იქ შემოგხვდებათ ხოლმე რომ რა გააკეთეს. ამერიკელებმა პამპერსი შემოიტანეს და ამ წყლის ქვეყანაში წყალი შემოიტანეს, რაც ასე არ არის. უშუალოდ პრეზიდენტმა ბუშმა მიიღო სხვებთან ერთად გადაწყვეტილება საქართველოში ამ სამხედრო ჰუმანიტარული მისიის ჩატარების დაობაზე. ასევე დიკ ჩეინიმ, კონდოლიზა რაისმა, სხვებმა და სხვებმა. ეს ერთი. მეორე, ბევრმა არ იცის და არავინ ხშირად არ ახმახვილებენ ხოლმე ყურადღებას იმაზე, რომ ცა როგორც ასეთი ჩაიკეტა რუსებისათვის. ანუ რას ნიშნავს ის, რომ არც ერთი რუსული თვითმფრინავი არ გაჭაჭანდებოდა უკვე შემდგომ პერიოდში, რომელიც კი გადაუფრენდა თბილისს და რომელიც კი დააპირებდა დედაქალაქის დაბომბვას და არა მხოლოდ დედაქალაქისა. ამერიკელებმა გადაკეტეს ცა და მკაცრი სიგნალი გაუგზავნეს პუტინს და მოსკოვს იმის თაობაზე, რომ ისინი ჩამოაგდებდნენ ნებისმიერ მფრინავ საშუალებას. სწორედ ამის დამსახურება ის, რომ ჩვენი ტერიტორია არ დაიბომბა რამდენიმეჯერ, მათ შორის უშუალოდ კონფლიქტის ზონა რამდენიმეჯერ, თუმცა ჩვენ გვახსოვს ის ძალიან ცნობილი კადრები, როდესაც რუსული მოიერიშე თვითმფრინავები ბომბავენ ქალაქ გორს. ამ ყველაფერს გიამბობთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუს ქართველებს და
არა, რუს ქართველებს ნაკლებად. რუსი ქართველების, ბითაძეების და არა მხოლოდ მათ მიერ წარმოებული ეს ჰიბრიდული საინფორმაციო ტვინგამორეცხვის, ჩვენთვის ტვინგამორეცხვის კამპანია როგორღაც გავანეიტრალო ან როგორღაც შევეწინააღმდეგო მას. და ავხსნა, რომ შეერთებული შტატები ჩვენი პარტნიორი იყო როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, მე დაგისახელეთ მინიმუმ 2-3 პროექტი. ასევე გეოსტრატეგიული ან უსაფრთხოების თვალსაზრისით დაგისახელეთ მინიმუმ 1 ამბავი, ეს არის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. ასევე ცხადია ეკონომიკაში შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული ინვესტიციები, რომლებიც ცოტაა, რასაკვირველია, მაგრამ ცოტაა კი არა კლებადია, იმიტომ რომ საქართველოს de facto ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკული ბიზნესი დასავლური ზოგადად და მათ შორის ამერიკული ბიზნესი აქ არ გააჭაჭანოს, სამაგიეროდ ის სასათბურე პირობებს უქმნის რუსული ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა 99 კი არა, არც 1% არ არის გადამოწმებული, ანუ 100% გადაუმოწმებელია. და ღმერთმა უწყის ამ 100%-დან რამდენია რეალურად FSB-ზე მომუშავე რუსი ჩამოსული საქართველოში და წყაზარის სახით მოსეირნე თუ ვაკესა თუ საბურთალოზე თუ რუსთაველზე. ზოგადად არა მხოლოდ დასავლურ ბიზნესს უქმნის პრობლემებს ეს ხელისუფლება, არამედ ყველაფერს აკეთებს, რომ არა მხოლოდ ამერიკულ სოფლის, არამედ ზოგადად დასავლურ სოფლის ყველაფერს აკეთებს იმის, რომ დასავლური ბიზნესის წარმომადგენლები აქ არ გაჭაჭანდნენ და არ შემოვიდნენ. ეს არის სიმართლე და ამას მარტო მე კი არ ვამბობ, ამ მათივე სტატისტიკის დეპარტამენტის ვებგვერდი ამბობს, თუ სტატისტიკის დეპარტამენტი ჯეოსტატი თუ არ ვცდები ასე ჰქვია, ამბობს, რომ ჩახედოთ მის მონაცემებს და ასრულებთ თუ არა ჩემს მოსმენას, ამ ვიდეო ბლოგის მოსმენას და ნახოთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ეს განყოფილება თუ თქვენ განყოფილება თავადაც მიხვდებით, რომ დასავლური დემოკრატიული სივრციდან პრაქტიკულად ფული აღარ იდება ჩვენს არადემოკრატიულ ბითაძეთა და სხვათა მიერ შექმნილ არადემოკრატიულ სახელმწიფოში. დიახ, ჩვენ აღარ ვართ სამწუხაროდ არათუ სამაგალითონი, არამედ დემოკრატიაც კი აღარა ვართ, ჩვენ მყარად და მკვეთრად დგავართ ბელარუსიზაციის გზაზე, სადაც ბუნებრივია ამერიკული ინვესტიციები, დასავლური ინვესტიციები არ არის. ოღონდ ეს ქალბატონ ბითაძეს არ გაუგია მეთქი ერთის მხრივ ეს უნდა მეთქვა, მაგრამ შესანიშნავადაც იცის, უბრალოდ ის იმეორებს მის პარტიაში ქართულ ოცნებაში შექმნილ, დაწერილ, შემუშავებულ მესიჯს მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ ეს ხომ კობახიძის მესიჯიც არ არის, ან ივანიშვილისა, ან პაპუაშვილისა, ან რა ვიცი რა გვარებიც არის, კალაძისა თუ კიდე ვიღაცებისა, ხომ? ეს ხომ რეალურად FSB-ში დაწერილი მესიჯია, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ტვინთა რეცხვა ჩვენი საზოგადოებისა ბითაძეებმა წყაზარის სახით, უდრტვინველის სახით და გაატარონ ის პოლიტიკა, რა პოლიტიკის გატარებაც უნდა. რუსეთს ამ ქვეყანაში. ეს არის სიმართლე და ბითაძე, ისევე როგორც რომელიც მე არის მეორედ ვნახე ალბათ ტელეეთერში და ის არ არის ესეთი გამორჩეული სახე ქართული ოცნებისა. ბითაძე არის ერთ-ერთი თუთიყუში. არ მოიწყინოთ თქვენ საქართველოს პატრიოტებო. როცა ყველაფერი დასრულდება და დასრულდება კარგად, რასაკვირველია, ბითაძეები გაქრებიან. იმიტომ რომ ჩვენ იოლად დავამტკიცებთ იმას, რომ ისინი FSB-სთან თანამშრომლობდნენ. FSB-ს აგენტებზე კი არ მენანება არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვის თქმა. ამ შემთხვევაში შეურაცხყოფას სულ არ ვაყენებ, არამედ ქალბატონ ბითაძეს, არამედ ვამბობ, რომ ის არის გამხმოვანებელი რუსეთის FSB-ს მესიჯებისა, ანუ არის თუთიყუში. ნახვამდის.